ია დანელიასთან ერთად. მოგესალმებით, რეალური აქცენტები ია დანელიასთან და დავით გარლიგაშვილთან ერთად არის ხოლმე ტრადიციულად ოთხშაბათს, რამდენიმე ოთხშაბათი, პრინციპში ორი ოთხშაბათი ხელი შეგვაშალა, ჩვენ ვეღარ გავაგრძელეთ საუბარი შოთა რუსთაველზე, თუმცა ვიცი რომ გველოდებით, არაერთი გზა არის განხორციელდა ჩემს პირად ტელეფონზე და საიტზეც ბევრი არის მონაწერი, ასე რომ გიბრუნდებით საყვარლებო. მე მინდა საუბარი დავიწყო პატრიარქით და შოთა რუსთაველით, პატრიარქის დაინტერესებით შოთა რუსთაველთან დაკავშირებით, რასაკვირველია მე-12 საუკუნე ჩვენი ოქროს ხანაა და პატრიარქის გარდა ჩვენი ისტორიკოსების, ფილოლოგების, მეცნიერების მთელი ყურადღება მიპყრობილია მე-12 საუკუნეში და აი საუკუნეზე განსაკუთრებით უყვარდა პატრიარქს. მე რასაკვირველია არ მქონდა ბედნიერება რომ ამ თემაზე პატრიარქს დაულაპარაკებოდი, მაგრამ მქონდათ თქვენ და ჩემ მეგობრებს, რომელიც 20-22 წლის წინ პატრიარქმა სპეციალურად დაიბარა, ესენი იყვნენ დიდი ფილოლოგები, აღარ ჩამოვთვლი ახლა გვარებს, 1-5-6 კაცი იყო და პატრიარქს განსაკუთრებით აინტერესებდა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის უცნობი დეტალები და ფილოლოგებმა ნუ რაც იმ დროისთვის ხელთ ჰქონდათ შეკრებილი ქართულ მეცნიერებს დავით შოთა რუსთაველთან ერთად რასაკვირველია მეაწოდეს ეს ყველაფერი პატრიარქს და თქვეს რომ ისეთი სიღრმისეული შეკითხვები ჰქონდა პატრიარქს და ისეთი პროფესიული შეკითხვებია რომ გაოცებულებიც კი ვიყავით საიდან იცოდა ამ ადამიანმა ამდენი რამ შოთა რუსთაველზეო და მე რა უთქვამს რომ მეო შოთა რუსთაველზეო ვლოცულობ ხოლმეო მე მაინტერესებს თქვენთან შეხებაში როგორ იყო პატრიარქი და როგორ აინტერესებდა შოთა რუსთაველი რა აინტერესებდა კერძოდ პატრიარქს. გამარჯობა, ქალბატონოია, ყველას მივესალმები, ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. პატრიარქთან რამოდენიმე შეხვედრა მქონდა. მათ შორის უკანასკნელი შეხვედრა იყო 2017 წელს. მას გადავეცი საჩუქრად, რა თქმა უნდა, 4 თომეული რომელიც გამოიცა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავის აღსანიშნავად. ეს 4 თომეული გამოვიცით მე და ბატონმა როსტომ ჩხეიძემ. და ამ 4 თომეულში შედიოდა პავლე ინგოროყვას ყველა შრომა, რომელიც შეეხებოდა შოთა რუსთაველის ვინაობას. პირველ ტომშიც, მეორეშიც, მესამეშიც და მეოთხეშიც. მქონდა საუბარი. მარტო ვიყავით. წინა შეხვედრებზე მარტო არ გახდეთ, მაგრამ ამ ბოლო შეხვედრაზე მარტო ვიყავით. და ძალიან დიდი გულისყურით მომისმინა ამ 4 თომეულზე. რატო იქნა გამოცემული. გარდა ამისა, მე მომეცა საშუალება, რომ კიდევ მეთქვა ერთ-ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც შეეხებოდა ჯვრის მონასტერში აღაპთა წიგნში შოთა რუსთაველის მოსახსენებელ დღეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გადაცემებიც რომელიც ქონდა წინა 5 გადაცემა პატრიარქთან საუბარიც და ბევრ უმაღლეს სასწავლებელშიც და ბევრ მეცნიერთა შეხვედრისას ჩემი საუბარი შეეხება ბევრი ცნობილი უზარმაზარი ქართველი ისტორიკოსების, ლიტერატორების შრომებს, რომლებიც დაიწერა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე. ზოგი ერთმანეთის საწინააღმდეგო, ზოგი სხვადასხვა ვერსია, მოკლედ მთელი საუკუნე გრძელდება, უბრალოდ გრძელდებოდა მე-20 საუკუნეში ეს აზრთა ჭიდილი. თუ ვინ შეიძლებოდა ეს ადამიანი ყოფილიყო, როგორც ბიოგრაფიული თვალსაზრისით, ასევე მისი სოფხედველობრივი და რელიგიური თვალსაზრისითაც. თუ ნუ სოფხედველობით თვალსაზრისით და რელიგიური თვალსაზრისით უამრავი პარალელია და ჩვენ შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი, ბიოგრაფიული ცნობები ასეთი დასკვნების გამოტანის საშუალებას თითქოს არ გვაძლევს, არა? თითქოს არ გვაძლევს. ჩვენ გადაცემაში გვექნება ამაზე საუბარი ზუსტად, თუ რომელი ისტორიული წყაროები საუბრობენ და მეტყველებენ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე. და პატრიარქს მაშინ მორიდებით უთხარი, რომ თქვენ უწმინდესობაო და უნეტარესობაო ერთი საკითხი, რომელიც არ აღმოჩნდა მეთქი არც ერთ მეცნიერთან განხილული, არც პავლე ინგოროყვასთან და არც არავისთან, იყო ასეთი, რომ აღაპთა წიგნში მოსახსენიებელში იქ ბევრი დიდი ადამიანია შესული. ჯვრის მონასტერი მოიხსენიებდა მეფეებს, ერისთავთერისთავებს, პატრიარქებს და სხვა ქტიტორებსაც და შემწირველებსაც, ვინც ეხმარებოდა ჯვრის მონასტერს საუკუნეების მანძილზე. და ეს ერთი დღე იყო გამოყოფილი. ერთი დღე იყო გამოყოფილი, ოღონდ მაგალითად თამარ მეფის თვის განმავლობაში ერთი დღე. არა, წელიწადში ერთი, წელიწადში. მაგალითად თამარ მეფეს იხსენიებდნენ სამჯერ. ერთ-ერთი მოსახსენებელი იყო 34 იანვარს. შეკვეთილი წირვა, რო ვთქვა, დღევანდელი გადმოსახედი. ეს იყო შეკვეთილი არის, თორსა შეუკვეთავდა
ერთხელ ჩატარდება და დამთავრდა, მაგრამ იქ რაც აღაბთა წიგნში ეწერა, ის დღე ყოველ წელს უნდა შესრულებულიყო იმადეიმენის სახელზე. მაგალითად 31 იანვარს თამარ მეფის გარდაცვალების დღე იყო და ამ დღეს თამარ მეფეს ყოველთვის ეძღვნებოდა პანაშვიდი ან პარაკლისი ან შეიძლება წირვას დაეყენებინათ. მაგრამ ის დღე განსაზღვრული იყო ყოველ წელს ჯვრის მონასტერი, როცა ეს ქართველთა ხელში იყო, თამარ მეფეს მოიხსენებდა. ყველას აბსოლუტურად ყველა მეფეს ჰქონდა თავისი დღე და ეს ამ დღეების აბსოლუტურ უმრავლესობა გახდათ ფიქსირებული კალენდარით. 31 იანვარი ნიშნავდა 31 იანვარს. იყო რამოდენიმე მცირე შემთხვევა, როდესაც კალენდარი განსაზღვრული იყო მოძრავი კალენდრის სახით. მაგალითად აღდგომა ვიცით რომ მოძრავი კალენდრით განისაზღვრება, ის წლის ყოველ ერთი და იგივე დღეს არ აღინიშნება ბრწყინვალე დღესასწაული, ის ხან აღინიშნება აპრილში, შეიძლება იყოს მაისში, შეიძლება სხვადასხვა დღე იყოს და ეს 19 წლიანი ციკლის მიხედვით ხდება. ხლა ამან ციკლს დროებით ნუ განვიხილავთ, ეს არ არის მთავარი. შოთა რუსთაველი იყო იმ ადამიანთა რიცხვში, რომელიც მოძრავი კალენდრის მიხედვით იყო განსაზღვრული მისი აღდგომას ემთხვევა და რაღაც. აღდგომას ემთხვევა ამაღლება, სულთმოფენობა, აღდგომაზეა მიბმული, მოძრავი კალენდარზე მიბმული რამოდენიმე დღესასწაული. და ასეთი დღე იყო ერთ-ერთი შერჩეული. და ეს დღე იყო სულთმოფენობის მეორე დღე, ორშაბათი. და უთხარი რომ რატომ ხდებოდა ამ ორშაბათს შოთა რუსთაველის მოხსენიება, რატომ დადგინდა ეს დღე? ეს არავის განხილული არ აქვს მეთქი. უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ამას ამბობდა, რომ როგორი ტექსტით მოიხსენებოდა შოთა ჩვენ ეს ვთქვით კიდეც ერთი ორჯერ, მაგრამ რატომ შეარჩია შოთა რუსთაველმა ეს დღე? ეს არ განიხილებოდა არავისთან. და ისედაც ხო როგორი ინტერესით ისმენდა ყველა ადამიანის სულ უბრალო გლეხკაცი რომ ყოფილიყო, სულო დიდი აკადემიკოსი ყოფილიყო, ერთნაირი ყურადღება იყო პატრიარქის მხრიდან. ეს ხშირად არის ჩაწერილი და ჩვენ ეს გვინახია ტელევიზიის საშუალებით. და ასეთივე ინტერესით ისმენდა. მით უმეტეს ახლა რაც თქვენ ბრძანეთ, მისი ინტერესი განსაკუთრებული იყო შოთა რუსთაველის მიმართ და ვეფხისტყაოსნის მიმართ. და ამასაც მოგახსენებთ კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს. ხო და ეს რომ უთხარი ძალიან დაფიქრდა კიდეც მცირეოდენი პაუზაც კი იყო ჩვენ საუბარში, იმიტომ რომ მე დაფიქრდება ახლა მე და მაინც არ გააგრძელებ. რა მქონდა თავისი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით? მოსაზრება შეიძლება ქონდა, მაგრამ იმ დროს მას მოსაზრებები არ განუცხადებია იმ გაგებით, რომ გარდა იმისა, რომ შოთა რუსთაველი მართლმადიდებელია, ხო იქ ლაპარაკი არ ქონია ჩვენ იმ საკითხებზე, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ხო, ვინ როგორ ფიქრობს. თქვენ უბრალოდ უთხარით ფაქტი და უბრალოდ ეს ხო ეს საკითხია მეთქი, რომელიც ვერ ვნახე მეთქი ვერავისთან, რომ განხილული ყოფილიყო, რატომ შეარჩია შოთა რუსთაველმა მაინც და მაინც ის ორშაბათი, რომელიც იყო მოძრავი. სხვადასხვა დღეს იყო ყოველ წელს. ასეთი ძალიან ცოტაა, თან ასეთი არ არის. აბსოლუტური უმრავლესობა არის ფიქსირებულ თარიღზე, გარდაცვალება, ან რაიმე აღსანიშნავი დღე იყო, ან როგორ იყო თუ რა იყო, მაგრამ მოძრავი კალენდარი სულ რამოდენიმე არის. მათ შორის შოთა რუსთაველი. ეს იყო საკითხი, რომელიც განვიხილეთ და ახლა რომ გითხრათ, რომ თავისი აზრი გამოხატა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე ვინაობას, ასე არ ყოფილა. მაგრამ დიდი ინტერესით მოისმინა და ასეთი რამ გააკეთა, რომ თხოვა ქალბატონ შორენას და მოატანინა მას დიდი სანთელი, ადამიანის სიმაღლის სანთელი, რომელიც მაჩუქა ამ წამოსვლის წინ. ჩვენ ვსაუბრობთ ნახევარი საათი ალბათ, მაქსიმუმ შეიძლება 40 წუთი ყოფილიყო. და ახლა წარმოვიდგინეთ, ახლა დიდი სანთელია და როგორი სიხარულია ჩემთვის, ხო? მე მოხდება ისე, რომ მამა ჩემი გარდაიცვლება და ამ სანთელს ჩემს მოძღვართან ტიმოთესუბნის მონასტერში ჩავიტან და მან დააყენა აი საერთოდ ხადაგებენ იმ ადგილას და ის სანთელი ალბათ რამოდენიმე დღე მამაჩემის სახელზე იწვებოდა კიდეს. ხო, ესეთი ის საჩუქარებით გამოვიდა, რომელიც მამაჩემს მიეძღვნა. ხო და გარდა ამისა, ამ საუბარმა გააჩინა მაშინ ასეთი იდეაც, აზრიც, რომ რაც შემდეგ განხორციელდა კიდეც, რასაც ჩვენ განვიხილავთ. ვინაიდან ამდენი მეცნიერი საუბრობდა, ვინაიდან მათი
პოვნა ერთდროულად შეუძლებელია. მე დამჭირდა 10 წელი, რომ ყველა მეცნიერი, ვისაც კი დაუწერია, შეიძლება რამოდენიმე გამოვჩაკიდეს, მაგრამ ის უნიშნულო საკითხებია, მაგრამ აბსოლუტური ძირითადია 99% მეცნიერებისა. მეტნაკლებად მნიშვნელოვანი აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი. მეტნაკლებად კი არა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კი ყველაფერი განხილულია. ამ სამტომეულში შედის, რასაც ჩვენ ახლა განვიხილავთ გადაცემებში. და ეს სამტომეული როგორი წყობისაა, პირველი ტომი, რომელიც გამოცემულია და 13 მეცნიერის 19 ნაშრომს მოიცავს, ეს შოთა რუსთაველის ვინაობა შეეხება. მეორე ტომი, რომელიც ზაფხულში გამოიცემა, ის შეეხება შოთა რუსთაველის სოფხედველობას და რელიგიურ განცდებს. და აი ამ საკითხზე მე დღეს ახლა არ გავაჟღერებ ეს ორშაბათი ატომ არის შერჩეული ორშაბათად, იმიტომ რომ ამას თითქმის უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის დადგენის საკითხშიც კი, თუ ვინ იყო ეს ადამიანი, რატომ შეარჩია მან ეს ორშაბათი. ამას ჩვენ შემდეგ გადაცემებში ვიტყვით. და მესამე ტომი მიეძღვნება უკვე ყველა მეცნიერის მრავალ ვერსიას, რომელიც ამბობს შოთა რუსთაველი იყო ეს ადამიანი, ან იყო ის ადამიანი, ან ამ პროფესიისა იყო, ან ელჩი იყო. მოკლედ, ყველა ვერსია შედის მესამე ტომში. რატომ? მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნია, მე გამოვხატავ პატივისცემას ყველა მკითხველის მიმართ და ყველა მეცნიერის მიმართ, იმიტომ რომ ყველა ეს შრომა მცდარია თუ ჭეშმარიტია, ამას არ განსაზღვრავ. ცდარსაც კი ძალიან დიდი ღირებულება გააჩნია. თქვენ ამას უიმეორებთ და მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ შეიძლება ამ შეცდომებზე მომავალ მეცნიერებმა უბრალოდ სხვა აზრი გამოიტანოს. გამოიტანოს და სულ ახალ-ახალი აზრები იკვეთება. თუნდაც მაგალითად ალიკო ცინცაძეს რო არ აღმოეჩინა ქართული ჰემატრია და არ დაედგინა რომ სამი ისტორიული პირია ცნობილი, ვისაც ჰქონდა ცოდნა ქართული ენის მათემატიკური აღნაგების, ანუ გემატრია და ჰემატრიის შესახებ. ასეთი იყო ლეონტი მროველი, რომელმაც დაგვიტოვა ეს საიდუმლოდ, ასეთი იყო იონე ზოსიმე, რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც თქვენს ტელევიზიაში წინა კვირას ბატონ მალხასთანაც და თქვენთანაც ამ საკითხებზე და ეს იყო შოთა რუსთაველი. აღმოჩნდა რომ ვეფხისტყაოსანში თუ ორ სტროფში ეს ყველაფერი ასევე ჩამალულია და იქ ჩანს ზუსტად მისი შოთა რუსთაველის მიერ ამ ინფორმაციის ფლობა და წარმოიდგინეთ ეს მის რელიგიურ წარმოდგენებსაც ავსებს, ამდიდრებს, რომ თუნდაც მას ეს ცოდნაც ქონია, იმიტომ რომ ეს ჰემატრია, გემატრია ღმერთთან ურთიერთობასაც გამოხატავს გარდა სხვა კალენდარული თუ ასტრონომიული ინფორმაციისა და ეს თქვა დამატებითი ცნობები გამოჩნდა უკვე 21 საუკუნეში, რომელიც არც პავლიან გოროყვას ჰქონდა, მანაც არ იცოდა რომ ჰემატრია არსებობს, მანაც არ იცოდა და კიდევ სხვა ნიკო ბერძენიშვილმაც არ იცოდა რომ ქართული ანბანი ასეთი საოცრება ყოფილა სომთავრული, ეს რამაზ პატარიძემ ამოხსნა მათი გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ ის სიახლეები რაც ხდება, ასე იკვეთება. მეორე ტომში მაგალითად შედის ქალბატონი ანა მესხის შრომა, ის ეხლა ამთავრებს ამას, ამიტომ გადაიდო სამი თვით მეორე ტომის გამოცემა, იმიტომ რომ ეს შრომა შეეხება ტერმინს კუპრი, რომელიც ასევე მრავალ მეცნიერსაა განხილული და მეორე ტომში მათი აზრებიცაა შესული, როგორ აღწერენ ისინი კუპს, იმიტომ რომ შოთა კუპრად მოიხსენიებს ჟამთა აღწერელი იმ ადამიანს, რომელსაც მოიხსენიებს. ის ადამიანია შოთა რუსთაველი, მაგრამ ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ. ესე იგი, ჩვენ არ ვიცოდით ანბანის საკითხი ქართველებმა ყველა, არც მეცნიერებმა არ იცოდნენ. რამაზ პატარიძემ აღმოაჩინა, რომელსაც დღესაც არ აღიარებენ ოფიციალური წრეები, იმიტომ რომ საოცრებაა რა, ვერ გეჯერება რომ მარტო დაუჯერებელი ამბავია და იმიტომ ხო, ვერ გეჯერება, როგორ შეიძლება შენ ძალიან ბევრ ამას ანგრევს. აქამდე არსებულ ყველა ცივილიზაციის მთელი ისტორია წყობა იცვლება, კაცო, იმიტომ რომ ასეთი ცოდნა არავის არ გააჩნდა თურმე. მზად არ ხარ ამ ინფორმაციის არ ვართ მზად, ნამდვილად ესე იგი ეს შემთხვევით არ ხდება რომ ვერ იღებენ ჯერ ამას, ძალიან დიდი რამ არის. ამიტომ ასე ვიტყოდი მე რომ ჩვენ ვაძლევთ ყველა მკითხველს საშუალებას ამ შემთხვევაში გულისხმობ ქალბატონ იადანელიას ანუ თქვენ და ჩემ თავს, თუ ჩვენ განვიხილავთ ახლა ამ პირველ ტომს, რომ თვითონ გადაწყვეტოს, რომ წაიკითხავს რა და როგორ, ვის, რა უთქვია, როგორ წარმოუდგენია რა არის სიმართლე. მე რო ჩემი აზრი გამაჩნია, ნუ მიიღებთ ამას, რომ დაუშვათ მე დამიჯეროთ, ეს სავალდებულო არავისთვის არ არის, მე ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნია ამა თუ იმ ბიოგრაფიაზე. ბატონ დავით, უამრავი ადამიანი მირეკავს ამასთან დაკავშირებით თქვენ ვინც შორს ხართ ვისთვისაც, მე
პოულობენ Facebook-შიც, ტელეფონზეც და ერთხელ ხო არ მოვაწყოთ ესეთი დიდი გადაცემა, დიდ ფორმატიანი, სადაც მოვლენ ადამიანები, აი მე დამირეკა ერთმა მღვდელმთავარმა მაგალითად მას აქ თავისი კონკრეტული აზრები და დავსყეთ და შევაჯეროთ აზრები, მისი სხვანაირი ძალიან საინტერესო იქნება. მაყურებელი ყოველ შემთხვევაში ალბათ ძალიან ისი ამოვნებს. აუცილებლად ეს იქნება ღირებული გადაცემა. ხალხმა მოისმინოს არა ერთი ადამიანის ნათქვამი, კაცო, უნდა იყოს მრავალი ადამიანის. ასე რომ მეგობრებო, ვისაც გააქვთ ასეთი სურვილი, რომ შემოგვიერთეთ მე და ბატონ დავით, სიამოვნებით მივიღებთ თქვენს ყველა შემოთავაზებას, მადლობა. მე კიდევ მოვახსენებ მსმენელს და მაყურებელს, რომ ეს წიგნები, რომელიც გამოიცემა, არ გახლავთ კომერციული ხასიათის. ეს წიგნები არ გაყიდულა, სულ იყო პირველი ტომი გამოცემული 150 წელი და არც ერთი მათგანი არ გაყიდულა. ყველა გადაეცა საჩუქრად მეცნიერებს, ბიბლიოთეკებს, უნივერსიტეტებს და ეხლა რომელიც მეორე გამოვა, იმედი გვაქვს, რომ იქნება გაყიდული. რახან თქვენთან ასევე ზარი განხორციელდა და კიდევ ამდენ ადამიანმა როგორც ვიცი რომ გარკვეული თანხებიც შეაგროვეს, ამიტომ მათ შეგვიძლია უთხრათ, რომ სწორედ მათთვის ამ შემთხვევაში ეხლა პირველი ტომის ხელახალი გამოცემა მოხდება და მათ შეექნება საშუალება, რომ 100 ლარის ფარგლებში ეხლა იქ ბეჭდვის ხარჯები არის თუ როგორც არის, ამდენ შეიძლება ვერც კი მოვერიო სიმართლე გითხრათ, მაგრამ მათი ამ შემონატანით პირველი ტომი დაიბეჭდება 100 წელი და მათ გადაეცემათ და 100 ლარის ფარგლებში მათ ექნება საშუალება, რომ მეორე ტომი რო გამოიცემა ზაფხულში უკვე მეორე ტომი უფასოდ მიიღონ, ანუ ორი ტომი გამოვა ასეთნაირად. მეორე ტომში შედის, ახლა მთავართან მოვედი, რაც ჩვენს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორე შეეხება. მეორე ტომში შედის წერილი. დაწერილი ილია მეორეს მიერ. ოღონდ მაშინ ის არ იყო პატრიარქი. ეს წერილი დაიწერა 1966 წელს, როდესაც საქართველოს და მთელი მსოფლიო აღნიშნავდა შოთა რუსთაველის დაბადებიდან 800 წლის თავს. და ის მაშინ არის ბერი. მაშინ არის ეპისკოპოსი და როგორც ეპისკოპოსი წერს თავის მოსაზრებას შოთა რუსთაველის როგორც დიდი მართლმადიდებლის აზრების შესახებ და მის შეხედულებების შესახებ. ამიტომ ეს წერილი გამოჩნდა მხოლოდ 8-9 წლის წინ გაზეთ ისტორიანში, მაგრამ უცნობი წერილი იყო ეს. არც კი იყო ცნობილი, ახლა გაზეთ ჟურნალ ისტორიანს არც კი კითხულობს საქართველოში. ამიტომ ეგზემპლარამდე ალბათ ეს მეორე ტომი გამდიდრდება ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის წერილითაც, რომელიც მას 1966 წელს დაუწერია. მეც დიდი სიამოვნებით ველოდები, ხა რა აზრები აქვს ბატონ დავით თუ გახსოვთ რა არის როგორ არა ის აღწერს, ესე იგი ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ჩვენ დაახლოებით შევუქმნით წარმოდგენა მსმენელებს და მაყურებელს თუ როგორი დავა მიდიოდა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე, მაგრამ თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის დავა აზრთა ჭიდილი ხდება იმაზე თუ რომელ კონფესია შეიძლება ეკუთვნოდა შოთა რუსთაველი. წარმოუდგენელია რა. აქ ჩამოთვლილია ყველაფერი. მუსაფზე არის ლაპარაკი, ის არის რომ მოვლები და მურყნიბნი და მოლანი კიდევ ლაპარაკი და ეთყობა რატომღაც შეექმნათ ეს შტაბეშტილება, რომ შეიძლება რომ მუსლიმი იყოს მისი ავტორი. ვიქტორ ნოზაძეს აქ ჩამონათვალე. ტომი ერთი სპეციალური. ძალიან მოკლედ აქ ერთი დაბზაჩი. რას ფიქრობენ ქართველი მეცნიერები შოთა რუსთაველის რელიგიურ კონფესიაზე და თქვენ რაოდენობას ვერ ამოწურავთ რა, მე მგონი 30 თუ 40 სხვადასხვანაირი მიმდინარეობა. მაშინ სექტები არის ხო? თორე ამ სექტებიანად ყველაფერიანად. სექტებიანად შეყვანილიყავთ ყველგან, კაცო. მაშინაც იყო სექტები. ხო და პატრიარქი წერს, რომ მართლმადიდებელი იყო შოთა რუსთაველი. აბა ჯვრის მონასტერში ვინ გამოსახავდა მას მართლმადიდებელი არ ყოფილიყო. რა საკვირველია. როგორ დაებადათ თავში? რამდენი დიდი მეცნიერები არიან ბატონ და თუ ვისაც ეს აზრი მოუვიდა თავში შეიძლება არ იყოს ქრისტიანი. ნიკო მარი, კორნელი კეკელიძე შალვან უცუბიძე ეს ძალიან დიდებზე მოგახსენებთ ახლა. იქ არიან რა თქმა უნდა სხვაებიც ღირსეული მეცნიერები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი წარმოდგენები ძალიან დიდებსაც ქონიათ. ნიკო, მაგრამ და ის იყო მუსულმანი მაგალითად. მე შეეცვალა. თუმცა ვიქტორ ნოზაძე წერტილი დაუსვა. ვიქტორ ნოზაძემაც დაუსვა წერტილი, მაგრამ მან მოგცა სია, ვინ რას როგორ ფიქრობდა. ჩვენ ამას შემდეგ გადაცემებში ვიტყვით. დღეს ახლა ამისთვის ადრე. ბატონ დავით ახლა რეკლამაზე გავიდეთ და გავაგრძელოთ ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი, რამდენიმე წუთით დაგველოდეთ. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად.
Radio Georgian Times-ის სარეკლამო სამსახური 293-44-05. ავერსში გულების აქციას საკვები დანამატებით შეუერთდა. დააგროვე გულები და მიიღე 20-დან 50%-მდე ფასდაკლება კოსმეტიკისა და ჰიგიენის, ბავშვთა მოვლის, კვების, საფენების რჩეულ ბრენდებსა და ახლა უკვე Sain Pharma-ს და Naturmilis საკვებ დანამატებზე. დეველოპერული კომპანია New Group-ი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში. ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის და ვიკავშირდით დღესვე ნომერზე 599-47-59-59. ასევე გადმოდით ჩვენ საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქალთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს. Radio Georgian Times-ის სარეკლამო სამსახური 293-44-05. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. ვაგრძელებთ ჩვენ საუბარს ბატონ დავითთან ერთად. ბატონ დავით ისევ რასაკვირველია ბიოგრაფიის ირგვლივ ვტრიალებთ უამრავი მეცნიერული შეხედულების მიუხედავად ბოლოს და ბოლოს ვის მხარეს არის და რა მოსაზრებები დგინდება შოთა რუსთაველის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, რასაც წყალი არ გაუვა. ეს არის ისტორიულ წყაროებში მოდად. კი ბატონო, ჩვენ განვიხილოთ ყველა ისტორიული ცნობა, რომელიც შეეხება ადამიანს, ვისაც სახელი გააჩნია შოთა. აღმოჩნდება, რომ თამარ მეფის ეპოქაში და თამარის გარდაცვალების შემდეგაც, ვინც მოიხსენიება ამ სახელით, ეს არის ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც ასევე გამოსახულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე და ეს ადამიანი გახლავთ შოთა, ზედწოდებით რუსთაველი, რომელიც არის ვეფხისტყაოსნის ავტორი. აი განხილვები იყო რომ ესა თუ ის შოთა, მაგრამ არ იყოს ხო, ესა თუ ის შოთა არ არის პოეტი, თქვათ, რომელიც ისტორიულ წყარებში მოხსენებული. თამარის სამი ისტორიკოსი მოიხსენიებს ამ ადამიანს. ორ შემთხვევაში გახლავთ სახელის გარეშე, იქ ლაპარაკია გრიგოლის ძეზე, რომელიც გახლავთ ჰერეთის ერისთავი გრიგოლი ამ შემთხვევაში და იქ მოხსენებული არის მისი შვილები, ერთ-ერთი მათგანი სახელით ტბელი, ვინც გახლავთ შოთას ძმა, ეს ჰერეთის ერისთავმა გრიგოლმა და კიდევ სხვა ერისთავებმაც 1191 წელს წარუდგინეს, მიუყვანეს თამარ მეფეს თავიანთი შვილები. აი ეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ვინც იყვნენ. ეს არის წირქვალელნი, ზარტაიჭის ძენი, გრიგოლის ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატელის ძენი. ეს 4 ერისთავი გახდათ ჰერეთის ყოფილ სამეფოში. შემდეგ უკვე ჰერეთის ერისთავში 4 ერისთავის ფლობელები იმ დროს და მათი შვილები წარადგინეს. აი გრიგოლის შვილები იყვნენ ტბელი და შოთა. ამავე ისტორიულ ნაწილში არის ესენი მოხსენებული. ორი ადამიანი იყო. აქ სახელები მოხსენებული არაა. შემდეგ ასევე ახალგაზრდა რომ იყო შოთა, მისი ძმა არის მოხსენებული, რომ გრიგოლის ძე და კიდევ ჰერეთის ერისთავი, ვინც იყო ხორნაბუჯის მმართველი, ისინი იყვნენ მონაპირეები, საზღვრის მცველები იყვნენ, მათ ევალებოდათ საზღვრის დაცვა. და იქ მოხსენებულია, რომ ისინი მონაპირეობდნენ და განსაკუთრებით ტბელი იყო, გრიგოლის ძე ტბელი იყო, ვინცო შიშის ზარს სცემდაო ყველასო, ვიდრე კასპიის ზღვამდე, ასე რომ ვთქვათ რა. თუმცა ჩვენ არ ვიცით უფროსი რომელია ამათ შორის. შოთა რუსთაველია უფროსი და რატომ არის უფროსი? ჩვენ შეიძლება ვთხოვოთ რეჟისორს, რომ ფრესკა, იერუსალიმის ფრესკა ეკრანზე გამოიტანოს და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა ჩვენ თქვით. ფრესკა წითელი მოსასხამით. აი ეს ფრესკა გვიჩვენებს შესამოსელს სკარამანგით შემოსილს, ანუ შემოსაცმელი რომ არის სკარამანგი ქვია მას, რომელიც შოთა რუსთაველს აცვია. ეს არის ისტორიული დოკუმენტი, ამ წარწერაში მოიხსენიება როგორც სახელი შოთა, ასევე რუსთველი. და შოთა რუსთაველს ისეთი სკარამანგი აცვია, რომლის მსგავსი არც ერთ ერისთავს არ აცვია. ყველას მისი ფრესკაც კი შემოგჩენია ორბელიანების არის, მაგალითად ბეთანიაში და კიდევ სხვებისა, იქ ესეთი ფრესკები გვაქვს,
მაგრამ მათის კარამანგის შემოსაცმელი უფრო ნახევარი ნაბიჯით ნაკლებ წარმომადგენლობითობას ასახავს ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ეს არის მეწამულის ფერისა და ისეთი რომბებით არის შემკობილი, რომელიც მხოლოდ შეიძლება ჰქონოდა მეფის ოჯახის წარმომადგენლებს. თუმცა ნახევარი ნაბიჯი აკლდა უკვე მეფის შესამოსლამდე, როგორც თქვათ, ჩვენ გვინახია თამარ მეფე ან სხვა მეფეები თავიანთ ფრესკაზე გამოსახული. ანუ შოთა რუსთაველი არის ნახევარი ნაბიჯით უფრო შესამოსლელი, უფრო დაბალ საფეხურზე და ნახევარი ნაბიჯით უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე სხვა ერისთავები და ეს მარტო ეს ფრესკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ თქვათ, რომ ეს ადამიანი უფროსია, მის ძმას უმცროს ამის ჩასწრება არ ექნებოდა. ჯერ ეს ერთი ოჯახიდან ერთს გასაგებ. ოჯახიდან უფროს. ეს უკვე გვიჩვენებს ვინ არის მათგან უფროსი და 1991-ში როდესაც მოხდება წარდგენა თამარ მეფესთან ეს ლენების გადაცემა ქვია დალოცვა და უკვე ახალგაზრდა მომავალი ერისთავების ლენებს გადასცემენ რომ ისინი უკვე გაიზრდებიან და ერისთავები გახდებიან. ბატონ დავით, აი მოგწერათ ქალბატონმა ვერ ვკითხულობ სახელს რაღაც ძალიან უცნაური სახელია. კიდევ არის ეს ფრესკა ჯვრის მონასტერში თუ გადაშალესო, თუ იცით ხალხმაც რომ ვიცოდეს თუ შეიძლებაო და წინასწარ დიდი არა, იყო მსეულობა სახე წაშალეს და აღადგინეს კიდეც ასე რომ ეს ცნობილია მე მგონი უკეთესად აღადგინეს ვიდრე იყო, იმიტომ რომ ფერები უფრო გახასხას და გაიწმინდა ეს ფრესკა ქალბატონ, თუმცა ცადეს. რატო ცადეს ბატონ დავით? მოდით ბარებ ესეც თქვა და ვინ შეიძლება და ყოფილიყო ეს ადამიანი? იერუსალიმში და ათონის მთაზეც ქართულ სიწმინდეებს, რომელიც ჩვენ სლოვენიაში იყო ადრე, ერჩიან. ჩვენ გვშლიან. იერუსალიმში ბევრ მონასტერში ამოშალეს. კი, წაიშალოს, იმიტომ რომ მე აღარ გქონდეს მოთხოვნის უფლება და რაღაცა მემკვიდრეობის მიღების უფლება რა. ჯვრის მონასტერი ჩათვალეთ რომ ეს იყო ყველაზე დიდი წარმომადგენლობა უცხოეთში ქართული სახელმწიფოსი. მასზე დიდებული და დიდი არ არსებობდა, იმიტომ რომ მას ეწეოდნენ ყველა მეფენი, ასევე სხვა ერისთავებიც, როგორც იყო შოთა რუსთაველი, როგორც იყო დადიანების ოჯახი და კიდევ სხვაებიც. ბატონ დავით, ქონდა პატრიარქსაც მცდელობა რომ დაემყარებინა რაღაცა ურთიერთობა საქართველოსთვის რომ დაებრუნებინათ ეს მონასტერი. მე რამდენადაც ვიცი და რითი დამთავრდა აღარ ვიცი. არ გადმოგცემენ ამას, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ გადმოგცემენ. გვახსოვს ჩვენ ასევე ბადრი პატარკათიშვილის მცდელობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გამოსყიდვის შესაძლებლობა თუ არსებობს? იყო ბადრი პატარკათიშვილს ეს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ იერუსალიმის საპატრიარქო ამას არ აკეთებს, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა ტაძრის საკითხის დადგება. ჩვენ ძალიან ბევრ ტაძარს ფლობდით იერუსალიმში, მათ შორის ჯვრის მონასტერს. იქ ჩვენ კლიტე გაგვაჩნდა ასევე აღდგომის ტაძარში, იქ სხვებს ვარ შეეძლოთ იქ შესვლა, ჩვენ ნებართვის გარეშე, ისიც კი აღარ არის ჩვენი და კიდევ წმინდა ნიკოლოზის ტაძარია და ბევრი სხვა ადგილები არის. ზურაბ შიოშვილი აკეთებს სწორედ აი ამ ნაკვალევზე დადის იერუსალიმში და აკეთებს სწორედ აი ამ დოკუმენტურ ფილმებს, რა ტაძრებს ვფლობდით ჩვენ და ერთხელ დაუპატიჟებთ აუცილებლად. დედოფალი ქვია მისი მას. ძალიან საინდ მეყურებ ყველა მის მომზადებულს და იშვიათი მასალები გაამოამზეურა, რომელიც ჩემთვის და ბევრისთვის უცნობი იყო და მადლობა ამ ადამიანს ამ დიდი საქმისთვის. ზურაბ ოდესღაც იყო ჩემ ძალიან ახლო მეგობარი და კარგა ხანი არ მინახავს, თუმცა ის დიდი საქმე, რასაც აკეთებს, დიდი მადლობა ზურას და აუცილებლად დავუპატიჟებთ ჩვენს გადაცემაში. დიახ. ჩვენ ესე იგი უკვე გვაქვს ცნობა, რომ შოთა რუსთაველი არის ერისთავის ოჯახიდან და ის უფროსი ძმა არის და წინა გადაცემებში ჩვენ თქვით თუ რომელი ოჯახი შეიძლება ყოფილიყო ეს? ის საგვარეულო, სადაც ჩვენ გვხვდება სახელი შოთა მე-12-მე-13 საუკუნეებში. 25 ერისთავთა საგვარეულოდან, რომლებიც იყვნენ მინისტრები საქართველოში დავით აღმაშენებლიდან ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე 300 წლის განმავლობაში. ამ 25 საგვარეულოში მხოლოდ ერთი საგვარეულოა, რომელშიც ჩვენ გვხვდება სამი შოთა. მათ შორის შოთა რუსთაველი, რომელიც პოეტი არის, ამ შემთხვევაში ჩემი კითხვა როგორც მკითხველის მოსაზრებით იყო მესამე. პირველი შოთა იყო პაპამისის პაპა, რომელიც დავით აღმაშენებელმა შემოიერთა, როგორც მე-7 სამეფო გაერთიანა საქართველოში და დაამთავრა საქართველოს გაერთიანება, იქ იყო ასად და შოთა, გრიგოლის ძენი იყვნენ ისინიც. შემდეგ მოდის შოთა, რომელიც იყო შოთას დიდი პაპის ბიძაშვილი, შოთა ასათისძე ან ართავაჩოსძე, ეს ორი ვერსია არის, რომელიც მონაწილეობდა შოთა და შოთას დიდი პაპა დემნას მხარეზე, გიორგი მესამის და თამარის
ახალგაზრდა თამარის თანა ბატონიშვილზე ხო დემნას მხარე იყო თამარი არ გამეფებული იყო და ისინი დაიჯებიან ის შოთაც და მისი ბიძაშვილი შოთას დიდი პაპა და შემდეგ ჩამოემცრობიან ისინი ერისთავთერისთავობიდან და გახდებიან ერისთავები შოთას პაპა ასათი შოთას მამა გრიგოლი და შემდეგ როდესაც 1191-ში უკვე გიორგი რუსი და მაშინდელი თბილისის სამერე და რუსთავის მფლობელი აბულასანი აუჯანყდებიან თამარ მეფეს და მის მეუღლეს დავით სოსლანს მაშინ უკვე შოთას უფროსები როგორ პაპა მისი და მამა მისი დაიჭერენ უკვე თამარის მხარეს და ამ შემთხვევაში მათ ისევ აღაზევებენ როგორც ერისთავებს. აი ბატონ და თქვენ ახლა კითხვაზე გაეცით პასუხი. არის ერთი ბატონი, რომელიც მუდმივად გვწერს, რომ რატომ იყო შოთა რუსთაველის წინაპრები ხან სამეფო ტახტის ერთგული და ხან კი ღალატობდნენ სამეფო ტახტსა და ვინ როგორ იყო ესაო და ძნელია ხო ალბათ ამაზე პასუხის გაცემაზე კონკრეტულად, თუმცა ცნობილია რომ სხვა რა თქმა უნდა იყვნენ, ახლა მეც მოვყევი, შემდეგნაირად ხდებოდა. არა მარტო შოთა, არამედ ერისთავები ხან მეფის მხარეზე იყვნენ, ხან მეფის მოწინააღმდეგეები, ორბელიანები მაგალითად. ხო, ეს დადიანებიც და სხვაებიც ვარდანიზეები ზოგჯერ ის ეგივე გვარი მუგზარაგვის ერისთავები ხო ხან მეფის მხარეზე იყო ხან მეფის მოწინააღმდეგე იყო კაცო ეს ბუნებრივი მოვლენა არის ქართულ ისტორიაში და ასე რომ ეს იშვიათი გამონაკლისი არაა შოთას ოჯახის შემთხვევაში ასე ხდებოდა როდესაც 50-იანი წლების ბოლოს გიორგი მესამე გახდება მეფე ის თავის ძმას დაამარცხებს ასე რომ ვთქვათ 6 თვე იყო სულ მხოლოდ მისი ძმა მეფე დემეტრეს უფროსიშვილი მას არ უჩნდებოდა შვილი გიორგი მესამეს აი 60-იანი წლები მიმდინარეობს და მას შვილი არ აყავს ამ დროს წინ წამოიწევს შოთას დიდი პაპის ოჯახი ჯერ შოთა დაბადებული არაა იმიტომ რომ როგორც ჩვენ წინა გადაცემებში განვიხილეთ შოთა რუსთაველი ეს იყო ბაგრატიონთა გვერდითი შტოს წარმომადგენელი და რატომ? იმიტომ რომ სახელი შოთა ასევე მარტო ბაგრატიონთა გვარშია. აშოტი პირველი მეფეა ბაგრატიონების გვარიდან საქართველოს გამოერთიანებელი მეფე. და ამრიგად და კიდევ სხვა ფაქტორები ახლა ჩვენ მოყოლილი გვაქვს და რო აღარ გავიმეოროთ დრო არ დავკარგოთ. შოთა იყო შოთას წინაპრები ამ შემთხვევაში დიდი პაპა იყო გვერდითი შტო და გიორგი მესამე მის დაიახლოვა მას მინისტრობად ჩააბარა და ერისთავთა რანგშიც აიყვანა. იმიტომ რომ თან მაშინ ვინც იყო კონკურენტი ჰერეთში კოლონკელიძეები მათ 1160-იანი წლების შუაში უღალატეს გიორგი მესამეს მათ მხარი დაიჭირეს ეს ძალიან ირიბი მასალებია ქართლის ცხოვრებაში მაგრამ თითქმის დასტურდება რომ მათ უღალატეს ზუსტად კოლონკელიძეებმა ბაგრატიონებს და ისინი ჩამოემცრობიან ისინი იყვნენ მანამდე ერისთავები ჰერეთისა და წინ წამოიწევა უკვე გვერდითი შტო ბაგრატიონებისა. შემდეგ მოხდება ისე რომ აი ეს შოთას წინაპარი დიდი პაპა მხარს დაუჭერს დემნას, აუჯანყდება გიორგი მესამეს, რატომ? მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი შტოა. ისინი არ გაისუსებიან და არ დაელოდებიან, რომ იქნება დემნას რამე დაემართოს და ჩვენ გვერგვებოდეს მერე ამაშვილი მაინც არ ყავსო გიორგი მესამესო და მერე ჩვენი თავი წამოვწიოთო. მათ სავარაუდოდ, ეს ვარაუდებია, ახლა მაყურებლებო არ გეგონათ რომ ეს სადმე ეწეროს. ვარაუდია, ამ შემთხვევაში ჩემი ვარაუდის კი არა. მაგრამ ლოგიკაზე დამყარებული და მათ დემნას დაუჭირეს ხარე, იმიტომ რომ დემნას ეკუთვნოდა იმდროინდელი ლეგიტიმაცია ჩვენ დღევანდელი ტერმინი რო ვიხმაროთ სამეფო ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა ეკუთვნოდა. უფრო მეტიც გიორგი მესამე ვალდებულიც კი იყო თავის ფიცით რომ მისი ძმისშვილი გაიზრდებოდა, აღეზარდა და გამხდარიყო ის მეფე. მაგრამ არ მოხდა მასე. ამიტომ ესე იგი ორბელიანებს მხარი დაუჭირეს ამ შოთას წინაპარმაც დიდმა პაპამ და ლეკებიც და ჩრდილო კავკასიელები კი ჩამოიყვანა დემნას აჯანყების დროს მეფის წინააღმდეგ. აქ დიდი ბრძოლები მიდის და შემდეგ მოხდება ისე რომ მის წინაპარს დასჯიან სიკვდილით, მის ბიძაშვილსაც შოთა რომ ქვია, იმასაც დასჯიან სიკვდილით და შოთას პაპას და მამას ამ შემთხვევაში დაბლა ჩამოწევენ. ამ დროს დაიბადება შოთა რუსთაველი 1166 წელს. ეს თარიღი დაადგინა პავლე ინგოროყვამ. საოცარი რა არის იცით რომ სამჯერ აღნიშნა საქართველოს შოთა რუსთაველის იუბილე. სწორედ ამ დღეს. იმ ადამიანის დაბადების აღნიშნება, რომელიც 1166-ში დაიბადა, 750-იც, 800 წლისთავიც, ეს იყო 1966 და 2016-იც იყო 850. ესე იგი, ქართველები აღიარებენ პავლე ინგოროყვას თარიღს, დაბადების დღერომაა განსაზღვრული შოთა რუსთაველის როგორც პოეტის მისამართით და მიმართ და
თვითონ პიროვნება არ მიიღეს ეს პიროვნება. მაშინ ახლა სახუნიშნავ დგას 850 წლის თავს. თუ პავლე ინგორო გამწარი იყო რა. ეს ქართული ფენომენია რომ ყველა მთელი საქართველოს სოფლიო აღნიშნავს იუბილეებს იმ თარიღით ზუსტად რომელიც პავლე ინგოროყომ დაადგინა. სხვა ეს თარიღი არ დაუდგენია და მან ასევე დაადგინა რომელი ადამიანი იყო. თუ ეს მცდარია კაცო ადამიანში, რაღა იმ თარიღს ვირჩევთ, სხვა რამე ავარჩიოთ, ხო? ბევრი ვარიანტი არსებობს თარიღებისა, მათ შორის სხვა შორის. ამიტომაც ჩემი სუბიექტური აზრი ამ შემთხვევაში პავლე ინგოროყვას მოსაზრებას ეთანხმება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ წიგნების გამოცემის აზრი არ არის რომ ვიღაცას რაიმე დაუმტკიცოვან, დაუდასტუროვან, ან შევეწინააღმდეგო. ეს არის გრანდიოზული შრომა, რომელიც თავს უყრის აბსოლუტურად ყველაფერს. ბატონ დავით, უნდა დავასრულოთ გადაცემა შემდეგ ოთხშაბათამდე, შემდეგ ოთხშაბათს კი მოდით განვიხილოთ ის თემა, ძალიან საინტერესო ადგილზე ჩვენ შევჩერდით. როგორი იყო პოლიტიკური შეხედულებები შოთა რუსთაველის, რა შეიძლება ეს იყოს სახელმწიფო კარის ერთგული, თუ არ იყო ერთგული, ეგეც ძალიან მივადექით იმ განვიხილოთ შემდეგ ოთხშაბათს. იმ ადგილს კი ბატონო, ჩვენ ასე გებშვიდობებით. მე საღამომდე, ბატონი დავითი შემდეგ ოთხშაბათამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.